დაახლოებით 2003-2004 წლიდან ასე ვთქვათ, ეს მივიწყებული სფერო, მაშინ როდესაც არაფერი არ ხდებოდა საერთოდ ბათუმში, იყო მხოლოდ ძველი შენობები, ზოგი ამორტიზირებული, ზოგი ნაკლებად ამორტიზირებული და ყველაზე ახალი შენობა ნაგებობა იყო დაახლოებით 2000-იან წლებში აშენებული. პირველი მშენებლობები არ იყო ისეთი არქიტექტურულად დახვეწილი, ან რაიმე განსაკუთრებულ პირობებს მორგებული, როგორც უკვე აღნიშნე, იყო მხოლოდ და მხოლოდ როგორც თავშესაფარი, პირველი ბინა, სადაც შეძლებდა ეს ელემენტარული პირობების დაკმაყოფილებას. შემიძლია შევადარო ძველი და ახალი ბათუმი, რომელიც ძალიან მიყვარს და ძალიან გულშემატკივრობ იმას, რომ იზრდება და გაიზარდა ჩემი ბათუმი. ცოტა გულს მწვავს ერთი ფაქტი, რომ ამ გაზრდილ ბათუმში ეს ძველი საბჭოთა კავშირის გადმონაშთი შენობები ძალიან ცუდად აისახება. პირადად ჩემზე, როგორც მაცხოვრებელზე და წარმომიდგენია ტურისტული ნაკადისათვის როგორი შეუფერებელ წარმოდგენას ქმნის. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, ბათუმში ძალიან ტრენდულია სხვა ქვეყნებთან შედარებითაც არა თუ საქართველოს სხვა ქალაქებთან შედარებით ვიტყოდი რომ ბათუმში სამშენებლო დეველოპერული ბიზნესი ყოველთვის ერთი ნაბეჯით წინ უსწრებდა თუნდაც დედაქალაქის სამშენებლო ბიზნესს. მაშინ როდესაც დედაქალაქში ვთქვათ შედარება რომ გავაკეთოთ სამშენებლო ბიზნესი ჯერ კიდევ 3-4 წლის წინ შემოიფარგლებოდა მხოლოდ საცხოვრებელი ბინებით, ბათუმში უკვე ბოლო 10-15 წელია აქტიურად მიმდინარეობდა საინვესტიციო პროდუქტების მშენებლობა. წარმოიდგინეთ, ახალი ბათუმი გადაიქცა ქვის სამყაროთ. არ არის გამწვანებები, რომელსაც ეწირება ძალიან დიდი 1000-წლოვანი ხეები. ეს მე მაწუხებს მაგალითად. როგორც ასაკომას, როცა მჭირდება გავისეინო, გავასეინო, შვილი, ეს სიმწვანე ისპობა. მარტო საკმარისი არ არის ბულვარის მიმდებარე ტერიტორია. არ არის შიდა ეზოები, სადაც ბავშვებს ექნებათ, თუნდაც ასაკოვნებს, ურთიერთობა, დაჯდომის, გასაუბრების, ახლა ისედაც ტექნოლოგიურ სამყაროში ცხოვრობთ და ეს ისედაც სოფლიო პრობლემა არის ეგ. კვერცხების შენობა რომ არის რომ ხედავ მიღიზიანებს სახეს და ნუღა აშენებენ ბათუმში კვერცხების შენობებს. ბათუმში პროდუქტები შეიძლება დაიყოს ორ ნაწილად. ერთი ნაწილი ეს არის ამ ბოლო განვითარებამ და ზრდამ გამოყო ესეთი ტენდენცია, რომ ჩვენ ვღებულობთ პრინციპში რამოდენიმე სახის პროდუქტს. ერთი ეს არის საცხოვრებელი ბინები, რომლებიც მეტნაკლებად უფრო მეტად გათვლილია ადგილობრივ მაცხოვრებლებზე, საინვესტიციო აპარტამენტები გათვლილია როგორც ადგილობრივ, ისე უცხოურ ინვესტორებზე, რომლებიც მის შეძენას აკეთებს როგორც საინვესტიციოდ და გარკვეული მოგების მისაღებად, ასევე ფულის დასაბამდებლად და ფულის შესანახად. რამდენიმე წლის უკან როგორც სუდად დამთავრდა, ახლა ვერ ჩავეძიები ეს ვისი ბრალი იყო და ეს ჩემი საქმეც არ არის ალბათ, მაგრამ რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა უბრალოდ ერთ-ერთი პიროვნების დაუდევებმა საქციელმა, როცა საძირკველი გამოეთხარა იმოდენა სახლს, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვებიც დაიღუპა. ეს ხომ იმის მაჩვენებელია, რომ უფრო სხვანაირად უნდა შევხედოთ ქალაქის დაგეგმარებას. უკვე დაანონსებული არის ბათუმის ზღვისპირა ზოლში რამოდენიმე დიდი საშუალო თუ მცირე ზომის იახტ-კლუბის, პირსის და სხვა სანაპირო ზოლის ინფრასტრუქტურის სამუშაოები, მათ შორის ერთ-ერთი ჩვენს კვარტალში, იქით MR ჯგუფის მიერ, მეორე მხარეს ასე ვთქვათ, ამბასადორის მიერ, სადაც ხელოვნური კუნძული იქნება და ასე შემდეგ. ვარაუდობთ, რომ უახლოესი 15-20 წლის ჭრილში აქტუალური იქნება
სამშენებლო დეველოპერული ბიზნესი ჩვენს ბათუმში, იმიტომ რომ ჯერ კიდევ არის ზრდის პოტენციალი, ჯერ კიდევ არის საკმაო რაოდენობით ძველი კორპუსები, აუთვისებელი ტერიტორიები. ბათუმი ერთგვარად თითქოს საქართველოს სხვა ქალაქებთან შედარებით იქცა რაღაცნაირ ცათამბჯენებად ქართულ ალბათ დუბაით, რა ვიცი, ქართულ რაღაც სინგაპურად, რა თქმა უნდა, სხვაობა ძალიან დიდია, მაგრამ როგორც უკვე აღნიშნე, როგორც დეველოპერები, ისე მომხმარებლები ერთმანეთთან ურთიერთობაში იზრდება და იხვეწება.